ყველაზე ტკივილიანი მოგონებაა ჩემთვის, თუნდაც აი არაჩვეულებრივი საუკეთესო დღეებისა, რომელიც იქმა გატარებული. მე ყოველ წელს ვისვენებდით კინთხში. კინთხის გარდა იცუნდაში ეს არაჩვეულებრივი საღამოები, რომელიც იქ გამიტარებია ჩემი კონცერტების ჩატარების დროს, დასვენების დროს თუნდაც. ახლა მე აქ სურათი მაქვს და ვიხსენებ, ეს პიცუნდაშია. ჩემი კონცერტი იყო გადაღებული, ძალიან ცუდი ფოტოებია მართალია, მაგრამ ესეც მოგონებაა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი აფხაზეთი არ მინდა სიტყვა ვიხმარო, დამკარგეთ არა. იმიტომ რომ ეს თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია და არა მარტო ჩვენი, რომელიც აქეთ მხარესა ვართ. აი იქ ვინც არიან, ნუ თუ ისინი უკეთესად გრძნობენ თავს, არა მგონი. ალბათ გავაწლები ღმერთმართ დიდხანს გაგრძელდეს ეს, მაგრამ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ და არ შეიძლება რომ აი ეს ჩვენი ნათესაური კავშირი თუნდაც გნებავთ. ძალიან ბევრი ნათესავები იყვნენ იქ ჩვენი. გაბუნია მე მახსოვს კულტურის ის ჰქონდა რაღაცა ესეთი ღონისძიება კულტურის სამინისტროდან აფხაზური და ქართული კამერული მუსიკის კონცერტი. ნუ რა კი ესე იყო, იმიტომ ჩასულები ვიყავით მთელი ჩვენი ვალანჩივაძე იყო მაშინ ცოცხალი, ჯემალ გოკიელი დირიჟორი, მთელი ორკესტრი და იმითი სულხან ცინცაძე. აი მაშინ და მახსოვს რომ მე დიდი პატივი ვქცა ვიღაც გაბუნია, მაგრამ მეუბნებოდა სულ იაფხაზეც, ვინ იაფხაზკა? არაჩვეულებრივი მიღება თავის სახლში მოგვიწყო ქართულ კომპოზიტორებს და იქ დირიჟორებს და ვინც ვიყავით. იცნობდის ეკლესიაში სოლო კონცერტიც კი მქონდა. ჩემი ნაწარმოებების. ყოველ წელს იგივე ზურიკო სოტკილავა, უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ხოლმე და ერთად ვისვენებდით, ერთად ვატარებდით არაჩვეულებრივ საღამოებს, არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით ხოლმე. მე და ეთერკაპულია ვიყავით გაგრიფში, ცხოვრობდით. იქ კონცერტი ჰქონდა რაღაც გაგრაში და ეს მოგონებები რა თქმა უნდა ახლა მე ძალიან მიჭირს გვარების გახსენება, იმიტომ რომ ბევრი ძალზე საინტერესო პიროვნებას ვიცნობდით, იყვნენ ისინი ჩვენი მასპინძლები, იყვნენ ისინი ჩვენს გვერდით ყოველთვის ხოლმე როცა ჩავდიოდით. და საერთოდ ბავშვობიდან დედაჩემს ყოველთვის ხოლმე ჩავყავდი ხოლმე გაგრაში ვისვენებდით ძალიან ხშირად. არაჩვეულებრივი საღამო იყო ბატონი ლადოსი გალში. არაჩვეულებრივი შეხვედრა ჰქონდა. საავტორო საღამო გამართა, ჩემთან ერთად იყო მომღერალი ქეთინო ტურაშვილი, მაშინ ეთერკაპულიამ ვერ მოახერხა წამოსვლათ, რომ იმ ჩემს სიმღერებს ბატონ ლადოს ლექსებზე ეთერი მღეროდა. ერდინო სახარაძე იყო, ის კითხულობდა ბატონ ლადოს ლექსებს და ჩვენ მღეროდით მუსიკალური ჰქონდა. ნუ ისეთი შეხვედრა ჰქონდა, ფანტასტიკური, სასიამოვნო საღამო, რომ დღემდე ძალიან ჩემთვის ძალიან თბილი და კარგი მოსაგონარია. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ ისეთი იყო ატმოსფერო არაჩვეულებრივი. იმ შემდეგ სოხუმის თეატრში ჩატარდა ბატონი ლადოს საღამო, მე გადავინაცვლეთ სოხუმში და იქაც ასეთი ძალიან ესეთი თბილი ის ჰქონდა.
საღამოები. 8 სიმღერა მაქვს მიძღვნილი აფხაზეთის აი ამ ტკივილიანი სიმღერები. აბჯარის კაცები წვანან ეს უკვე გარდაცვლილი ნაცნობი თოლია. ეს სწორედ მიმოზა ჯიქიას ლექსზე დაწერა. მაგრამ სხვა და სივრცე რომელიც ჯანო ჯანელიძის ლექსზე მაქვს დაწერილი. ისეთი ტკივილიანია ეს სიმღერა, რომ მე თვითონ დღემდე მე არა მაქვს ჩემ სიმღერებზე ვთქვათ ესეთი განცდები. აი ამ სიმღერაზე სუცრემლები მადგება და გული მეკუმშება ხოლმე ეხლა ვერ ლაპარაკობ ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი ტექსტია იქ. სივრცე და სხვა და სივრცე გული გნესის გული მიცეს სად წავიდა ისი ქველე სად წავიდა ისი ფიცხე რაც ძვირფასი რამ გამაჩნდა შეუერთდა დროს და სივრცე ერთი ქალაქ სოხუმს დარჩა ერთი ქალაქ თბილისს მიწევს დროგი ყოველ სიმახსოვრებს დროგი ყოველ გულზე ამ სიმღერას ასრულებს გიორგი შარაბიძე. ჩვენ აქეთ ვყარეს, ვინც ვართ ყველა მზად ვართ იმისთვის, რომ ისევ მოვეფეროთ, ისევ გულში ჩავიხუტოთ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ის ტკივილი რაც ჩვენ გადავიტანეთ, იმათაც ალბათ არ ამგონია, რომ ისინი გულში ამას არ განიცდიდნენ. უბრალოდ ვერ მედავენ. ხო ხედავენ, რომ ჩვენ მთელი გულით ვართ მათ მიმართ. და ასევე ხელგამოწვდილი უნდა იყვნენ ჩვენსკენ, როგორც ჩვენ ვართ მათ მიმართ. ჩვენ უზომოდ გვიყვარს ჩვენი ხალხი. მე იმიტომ ხასს ამას ჩვენები არიან ესენი. უცხოები ხო არ არიან. როგორ შეიძლება გაბუნია იყოს, ვთქვათ, უცხო ჩემთვის. ის ამბობს, რომ მე აფხაზი ვარ. კი ბატონო, თქვას, მაგრამ ის ხო ჩემი სისხლისაა. ვიღაცა წინაპარი ხო ყავდა ერთი. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ? ეს წარმოუდგენელია. ეს ძალიან დიდი ტკივილია და მიჭირს ხოლმე ამაზე ლაპარაკი.